ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტი შემუშავდა. პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსდა და საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა უკვე 20 წელია ნარჩენების მართვის კანონის დანერგვას ცდილობს. ნარჩენების შეგროვების, გადამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შემდგომ თვეებში პარლამენტში განიხილება. მდგომარეობით ნარჩენების სფეროსთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სხვადასხვა კანონებში გაფართოებული მოთხოვნებით, რომელიც ხშირად ერთმანეთთან შეუსაბამობაშიც კი არ არის კარგად დარეგულირებული სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვა. აქედან გამომდინარე და ნარჩენების მართვის აქტუალობიდან გამომდინარე ის რამდენადაც იკვეთება ყველა სფეროში, ეს არის ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჰქონდეს ევროკავშირის სტანდარტებზე, ევროდირექტივების სტანდარტებზე დაფუძნებული თანამედროვე კანონი. წლების განმავლობაში საქართველოში სამართლებრივი ვაკუუმი არსებობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით და აუცილებელია რომ მოწესრიგდეს კანონმდებლობა პირველ რიგში, რომ შემდგომ საკანონმდებლო ჩარჩოებზე დაყრდნობით ჩვენმა სამსახურებმა შეძლონ იმუშაონ მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც პრობლემები არ შექმნია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენების მართვის კანონის მიღებას და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისია. ფიქრობ, კანონპროექტი საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს უკეთეს გარემოში იცხოვროს.